მოგესალმებით დილამშვიდობისა, ველოდრო ერთად შევიდოდით და მახიანად მივესალმებოდით სამივე, მაგრამ კი ბატონო. დილამშვიდობისა მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, მოგესალმებით რომელთათა და სპორტის ამბებია დღეს და რადგანაც ჩემპიონთა ლიგა ჩვენ წინა სამშაბათს ვისაუბრეთ სპორტ ჩემპიონთა ლიგაზე ნიკა ტაბატაძე იყო ჩვენი სტუმარი, თუმცა ისე დატრიალდა იმ საღამოს ამბები და ისეთი რაღაცები მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში გულისხმობ PSG Bayern-ს რომ დღეს ეს ამბავი ვარ გამეკეთებინა არ გამოდიოდა რა იმიტომ რომ სოფლიო ლეგენდებმა ისეთი გამოხმაურება ჰქონდა ხუჩა კვარაცხელიას თამაშს რომ დღეს ხუჩა კვარაცხელიაზე მოდი ვისაუბროთ რა არ დაიმსახურა ამ გას მერტი ურცლად საუბარი ჩვენ გადაცემაში ხო 5-4 PSG Bayern-ი პირველი მატჩი Parc des Princes-ზე პარიზში ნუ საპასუხო შეხვედრა გაიმართება 4 შაბათს 6 მაისს უკვე ალიანს არენაზე მიუნხენში და იქ გადაწყდება ფინალისტის ვინაობა ბუნებრივია ისეთი თამაში იყო რომ რა მოხდება წარმოდგენა არ მაქვს არ ვიცი თუმცა ვილაპარაკოთ კვარაზე და კვარაზე რომელიც დღეს მსოფლიოში ცალსახად ერთ-ერთი საუკეთესოა ერთ-ერთს ну მას წინ დაურთავ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლიოში სამეულში ხო დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ კი მე მგონია რომ სოფლიოს საუკეთესო ტოპ-3 ფეხბურთელი დღესო ჩამოთვალოთ კვარა იქ არის ვინჯობია მოდი მითხრა აი მე ვამბობდი ხოლმე ყოველთვის ეთერშიც ბევრჯერ მithქვამს რომ მის პოზიციაზე არავინ მერჩევნია კვარაცხელიას საუბარი იყო ვინისიუსზე და მაპატიოს რეალისტა ბრაზილიის გულშემატკივარმა შენც ბრაზილიას კომაგო ვიცი მაგრამ დამეთანხმები იმაში რომ ვინისიუს ნამდვილად ჯობია ამჟამად ამ ფორმაში მყოფი კვარაცხელია თუმცა აქამდე რატომღაც მაინც მეგონა რომ ეს შეიძლება რაღაც ჩვენი პატარა ერის კომპლექსის ბრალია რომ ჩვენ კვარა ყოველს გვირჩევნია მაგრამ ბოლო დღეებმა ცხადყო ის რომ მთელი მსოფლიო და მთელი მსოფლიო მედია გამოცემები ექსპერტები ლეგენდები ყველა საუბრობენ იმაზე რომ აი ასეთი უნდა იყოს ხალხო ფეხბურთელი, ასეთი უნდა იყოს მარცხენა ვინგერი, რადგანაც თანამედროვე შეიძლება ითქვას აი ზოგიერთი მწვრთნელის გამო დარობოტებული ფეხბურთელების პირობებში ხალხმა ნახა რომ აი მართლა ფეხბურთელს შეუძლია გახდეს არტისტი და შემოქმედებითი რაღაც შედევრის კარგი, მაშინ სანამ მაქამდე მივალთ და მაგ ყველაფერზე ვისაუბრებთ, რას გაძლევთ თარიღი 2017 წლის 18 ნოემბერი. აბა შეგვახსენე. რაღაც დებიუტი თუ სადებიუტო გოლი. ხუჩა კვარაცხელიას პროფესიულ კარიერაში სადებიუტო გოლი დინამოს შემადგენლობაში გაუტანა ქობულეთში შუქურას და რატომ აღნიშნე ახლა ეს? იმიტომ რომ კვარას უკვე მოუგროვდა 100 კარიერული გოლი. მიუნხენის Bayern-თან გატანილი მეორე ბურთი დუბლის შემსრულებელი ბურთი გახდა კარიერაში მისთვის 100 როგორც საკლუბო სანაკრებო დონეზე იგულისხმება ბუნებრივია 100 ბურთი დაუბრუნდა. ჯერ მხოლოდ 25 წლისა. ჯერ მხოლოდ 25 წლისა. კი ბატონო. შესაბამისად მაგრო გავამახვილე ეს ყურადღება ამ თარიღზე და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო გოლის ისტორიაა, ეს უკვე დიდი ისტორიაა, როცა შუქურას უტანს ქობულეთში ხუჩა კვარაცხელია და ძალიან გავს იმ გოლებს, რომელსაც იტანს დღესაც, ხო? ანუ ერთ-ერთში. ზუსტად ატალანტას დაახლოებით ეს გაუტანა ნაპოლის შემადგენლობაში. გემახსოვრება. კი ბატონო. მაშინ გავაგრძელოთ ახლა საუბარი და 2020 წლის 14 ოქტომბერი 2020 წლის 14 ოქტომბერი არის თარიღი, როცა კვარამ უკვე ნაკრებში გაიტანა სადებიუტო გოლი, გაუტანა ჩრდილოეთ მაკედონიას და მას უკვე 22 გოლი აქვს ნაკრებში, 4-ით ჩამორჩება ბომბარდირე შოთა არლაძეს და 1-ით გიორგი მიქაუტაძეს, ნუ მესამე ადგილზეა შესაბამისად. ამის მერე იყო კარიერა დინამოს მერე იყო რუსეთი და მოდი ამაზე დიდხანს არ გავამახვილებ ყურადღებას და წავალ პირდაპირ იტალიაში. და გადავიდეთ ნაპოლიზე, სადაც ნაპოლიმდე ცოტა ხანი იყო დინამო ბათუმში და აქ ერთი ამბავი და მოყვე, მე მქონდა საუბარი გია გიგუჩაძესთან, საქართველოს აიყო და დინამო ბათუმის მაშინდელ თავარ მწვრთნელთან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მე მსგავსი პროფესიონალიზმიო არ მინახავს, იმიტომ რომ ხუჩა რამდენიმე თვით იყო ბათუმში და ვიცოდით უკვე ყველამ აბსოლუტურად რომ ნაპოლიში მიდიოდა და სავარჯიშოდ იყო, მოდი ვთქვათ რა ბათუმში რა. პირველი მოდიოდა ბაზაზე, ბოლო მიდიოდაო და ყველა თამაშიო თამაშობდა ბოლომდე იხარჯებოდაო და აქედან გამომდინარე იმას, რასაც მიაღწიაო, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. შრომა პლუს ნიჭი და მონდომება და პროფესიონალიზმი. ის არის კომპლექტი, რაც ქმნის ხუჩა კვარაცხელიას დღეს რა. ზუსტად ესეა. კი ბატონო, ნაპოლი და ნაპოლიში რა ხდებოდა სანატრელი ტიტული სერია A 23 წლიანი პაუზის შემდეგ თან სრული ბენეფისი
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე, სერია საუკეთესო ფეხბურთელი სადებიუტო სეზონში და ეს ყველაფერი კვარადონა, კვარავაჯო, მარადონასთან იმაზე რა ქვია, კედლის მურალები და ასე შემდეგ ნაპოლის ქუჩებში და ნეაპოლის ქუჩებში და ეს ნუ რა თქმა უნდა უდიდესი აღიარება იყო, თუმცა თურმე სად ვიყავით ჯერ კიდე მაშინ მე მგონია რომ ახლაც არის ჯერ სადვარ კი მაშინ იბადებოდა ვარსკვლავი და მე უკვე იყო პარი სენ-ჟერმენი არის პარი სენ-ჟერმენი წინა სეზონი სრულიად გამოუგნებელი სეზონი თან შუა სეზონში შეუერთდა მას რა ქვია პარიზულ გუნდს და ჩემპიონთა ლიგა მოიგო ფინალში პირველი ქართული გოლი ვნახეთ და ნუ ეს მოკლე რეზუმე. ეხლა დღეს რა ხდება ამაზე გადავიდეთ და მე რაღაცებს ორჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ ერთხელ ნათქვამი შეიძლება დაუჯერებელი იყოს ის სტატისტიკა, რასაც კვარაცხელია აფიქსირებს PSG შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში. კვარა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე საუკეთესო ბომბარდერია, ნუ ეს ვიცით, მბაპეს და ჰარი კეინის ჩამორჩება, თუმცა აქ თავარი რა არის? ამ 10 გატანილი ბურთიდან ყველაზე ნაკლები მოსაუბნელი გოლების რაოდენობა აქვს XG-ს, რასაც ვეძახით და რეალური შანსი არ აქვს განიარებული. ანუ big chance, რასაც ქვია, 0 აქვს. ანუ რასაც ქმნის და რეალური მომენტი იქნება, ყველაფერს 100%-ით იყენებს. ანუ ეს სტატისტიკა რომ ნახეთ, ცოტა არ მჯეროდა და მე რამდენიმე წყაროზე გადავამოწმე და ზუსტად ესეა, კი. ნამართლა ესეა, როცა მბაპეს და კეინს კი შეიძლება ისინი მეც ქმნიან და ეს შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მათი პოზიციიდან გამომდინარე მეც ქმნიდნენ. თუმცა ის სტატისტიკა რომ კვარას განიარებული მომენტი არ აქვს, რაც რეალური შექმნა, ყველაფერი გაიტანა, ეს არის წარმოუდგენელია უბრალოდ. მართლა შეუძლებელია ეს. ისინი ქმნიან თქვი. და სად ბიჭო ჩემპიონთა ლიგაზე. ხო, და თან ძირითადად კვარა თავად ექმნის ამ მომენტებს. აი არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში მომენტი, რომ აი ცარიელ კარში 2 მეტრში ამოარტყა და ესე გაიტანა. არა, რაღაც საოცარ მომენტებს თავად ექმნის და თავად აბოლოებს ძირითად შემთხვევაში. კი ბატონო. ჩემპიონთა ლიგაზე სულ 15 ბურთია კარიერაში, კვარაცხელიას გატანილი 13 PSG შემადგენლობაში და 2 ნაპოლის შემადგენლობაში და ამ შედეგით გადაუსწრო ისეთ მოთამაშეებს, ანუ 14 ბურთი ვისაც აქვს, გადაუსწრო რონალდო ფენომენოს ზიდანს ერთ-ერთი. მოდი აღარ გავაგზავნებ. რონალდო და ზიდანი. აი ვინღა უნდა ჩამოვთვალო მეტი რომ რაღაცა ესეთი საინტერესო გითხრათ. მაგრამ მაინც გავაგზავნებ კი ბატონო. მიროსლავ კლოზე, დავით ვილია, როი კინი, რობერტ პირესი, ნუ კაი, გასაგებია და გაუთანაბრდა პავალ ნედვედს, გეორგ ჰაჯის, ჯუდ ბელინგემს, სიმონე ინძაგის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. 15 საგოლე მოქმედება აქვს. ლიგაზე 10 გოლი 5 შედეგიანი გადაცემა და ამ ერთით ჩამორჩება მხოლოდ კილიან მბაპეს, რომელიც აღარ არის ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი შეიძლება რომ ამ გოლს პლუს ასისტით სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსიროს, ძალიან ახლოს არის ამასთან, იმიტომ რომ მინიმუმ ერთი თამაში აქვს კვარაცხელიას, ნუ გვიცით ახლა ალიანს არენაზე მიუნხენში გასვლაზე და მე თუ გავა ფინალში ბუდაპეშტში ექნება 30 მაისს ამის შესაძლებლობა და მე იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს შეასრულებს ამ სეზონს მოუხდება მსგავსი დაგვირგვინება ცალსახად. ფინალი ახსენე და დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ჩვენ უკვე გვინახავს ქუჩა კვარაცხელიას მიერ ფინალში გატანილი დიდებული გოლი. ანუ პირველი არ იქ, ეს უკვე პირველი აღარ იქნება. მეორე გოლი შეიძლება. კარგი, შემდეგი. ქუჩა კვარაცხელია PSG-ს ისტორიაში გახდა არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ჩემპიონთა ლიგის ეტაპზე, ანუ სეზონში 15 საგოლე მოქმედება შეასრულა, ასევე პარიზელთა ისტორიაში პირველია, რომელმაც ერთ სეზონში ყველა საპლეიოფო მატჩი გაიტანა, იგულისხმება პლეინის მატჩი. ან მე-16 ფინალი რო დავარქვათ, მონაკოსთან მეორე ფინალში გაუტანა ჩელსის დაგამწუხრა, მერე გაუტანა ლივერპულს და ახლა გაუტანა ბაიერნს. ყველა ეტაპზე საპლეიოფო შეხვედრებში ყველა ეტაპზე გაიტანა, გახდა პირველი გუნდში, სადაც უთამაშიათ, რავი, ედინსონ კავანი, ზლატან იბრაგიმოვიჩი, წამოვიდეთ აქეთ, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ნეიმარი. გავაგზავნო, არ კიდე რომ მგონი გაგზელება. მე-7-ია PSG-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში ჩემპიონთა ლიგაზე 13 გატანილი ბურთით და ჩამორჩება დი მარიას, რომელსაც 14 აქვს და სულ მალე გადაუსწრებს ამ სეზონში თუ არა მომდევნო სეზონში აუცილებლად გადაუსწრებს. მასზე წინ არიან მბაპე, კავანი, ზლატანი, ნეიმარი, დემბელე და ნუ დი მარია გითხარით და დემბელეს 16-ია, კვარას აქვს 13. ასე რომ დემბელესთანაც ახლოს არის და თუმცა ორივე მოქმედია და ორივე გამტანია და ორივე დიდებულ ფორმაშია, ამაზეც უნდა ითქვას. რაც შეეხება ლეგენდების გამოხმაურებას, აი მოდი ვთქვათ, აი ჩვენ ვინ შეიძლება რაღაცა
შეგვაქოს აი ჩვენ სამი მაგალითად ხო მაქსიმუმ აი რაღაცა ისეთი გითხოს რომ აი ძალიან მეგობარმა მეუღლემ შეყვარებულმა ყველაზე საუბრობენ ტიერი ანდრიაკებს პაվել ნედვედი რა იყო და კარგად იყოს პაվել ნედვედი სადაც არის მაგრამ ჩვენ მეგობრები და ახლო წრე გვაქებს ხო რა ტიერი ანრი ჯეიმი კარაგერი ფაბიო კაპელო კლარენს ზედორფი და ასე შემდეგ და ასე დელ პიეროს რეები აქვს ნათქვამი საერთოდ და ეგ უკვე იტალიიდან მახსოვს ხო და ფაბიო კაპელომ თქვა რომ კვარა სულ მოძრაობს დარბის ყველა მომენტში კონცენტრირებულია მეტოქეზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ამიტომ ძალიან საშიშია და დღეს ის PSG-ს მთავარი მოქმედი პირიაო და კლარენს დორფა არ დაიშურა საკებარი სიტყვები და თქვა რომ დღეს ის სოფლიოს საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ ვაფასებ მის ინტელექტს. ანუ ფიზიკურ მზადყოფნასთან და ფიზიკურ კონდიციებთან ერთად ხას უსვამენ ეს ფეხბურთელები მის საფეხბურთო ინტელექტს. ის ლეგენდები, საფეხბურთო ინტელექტს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კვარაცხელიას ეს საოცარი რაღაცა გადაწყვეტილებებს როგორ იღებს, როგორ ჩამოდის დაცვაში, როგორ ეხმარება ნახევარდაცვას, როგორ მიდის შეტევაში და ეს ყველაფერი მართლა წარმოუდგენელია. მე უბრალოდ იმდენ ისეთი აქტუანებით საუბრობ, ეხლა მაპატიეთ თუ ზედმეტი აქტუალობა, მაგრამ მე მგონი ჩვენ ვერ ვიჯერებთ სად ვართ და ვინ ყავს და რას უყურებთ რა. როგორ უცბად შეიცვალა თან ეს საფეხბურთო ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად. ტიერი ანრის სიტყვები რომ წავიკითხო უბრალოდ ეს ბიჭი ძალიან სერიოზულია, როცა მას უყურებ, ხედავ გამბედაობას, ინტელექტს, ის შიშის გარეშე თამაშობს და მას ურს რომ ბურთი რთულ სიტუაციაში მიიღოს, უნდა რომ შეუტიოს, პასუხისგებლობა აიღოს, ასეთი მენტალიტეტი ძალიან იშვიათია და არის ხალხში ისაუბრა იმას რომ კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც გჭირდება გუნდში, არა იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა შედეგს მიაღწიო, ტიტულები მოგაგებინოს, ანუ ტიტულები კი არ მოიგო, კვარასნაირმა ფეხბურთელებმა მოგაგებინონ ტიტულები და არსენალზე თქვა, არსენალი არ ვიცი, კვარა კი არა, რაღაცა ისა აქვს, ჯადუ აქვს მე მგონი, მაგრამ არსენალზე გაამახვილე ხა არსენალში ტიერი არის და არსენალი ბუნებრივია, გასაგებია რა, რატომაც გაამახვილა არსენალზე ყურადღება და თქვა რომ არსენალს თუ სურს რაღაცა მიაღწიოს, კვარას მენტალობის, ან თვითონ კვარა უნდა გადაიბიროსო და არა. მედია ეს არ მოხდება და არსენალში არ ვიხილავთ კვარაცხელიას. ხო, შენი დამოკიდებულება არსენალთან ხალხო არ მიყვარს. ვაღიარებ მაპატიეთ არსენალის გულშემატკივრებო ან არ მაპატიოთ. ხო, ბურთი და უბურთოდ მოძრაობაზე გაამახვილა ყურადღება და ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჯეიმი კარაგერმა თქვა რომ ვიციო რომ ამის გამო სოციალურ ქსელში ხალხი გამოკრიტიკებსო, თუმცა ხუჭა კვარაცხელია იმსახურებსო უკვე სანუ ესე თუ გააგრძელებს, უკვე არა. ესე თუ გააგრძელებს ესეთ თამაშს წლების მერე ხუჭა კვარაცხელია იქნება ფეხბურთელი, რომელსაც PSG დიდების დარბაზში შეიყვანებოდა. აუცილებლად. ნუ ამას რო ამბობენ ლეგენდები ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლოსკენ ვიცი რომ ნოლა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ამიტომ მე სოფლიო გამოცემებსაც და სკრინები მაქვს აქ მე გონა უცებ რაღაც საჩუქარს გვაძლევდა ვერაბი ისე აი ბოლოსკენ აი თქვენ კი ბატონო და სოფლიო გამოცემები როგორ ეხმაურებიან ხუჭა კვარაცხელიას ბოლო თამაშს ბაიერთან და ზოგადად შეჯამებას სეზონში რა გოლკომი ახლა ვიცით გოლკომი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ესეთი პრესტიჟული გამოცემაა და ხუჭა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო გარემარბიო როდის სად იყო გოლკომი შენ მაგას მე და შენ ლაპარაკობდით ამაზე აქ ხო 2-3 თვის წინ და ჩემპიონთა ლიგა თვითონ ჩემპიონთა ლიგა წერს რომ ხუჭა კვარაცხელია და ხო იცი ვოუ და ეს რა ფეხბურთელიაო ანუ აქ ემოჯი უნდა გამონათებულიყო მაგრამ პირდაპირ ეთერე და არ გვაქვს ამის შესაძლებლობა ხუჭა კვარაცხელი პარიზიენი წერს ანუ პარიზული გამოცემა წერს რომ ხუჭა კვარაცხელი არის მხეცი რომელიც ძალას ღრიალი თიბურნებს ის არის მონსტრი რომელიც მეტოქეებს შთანთქავსო კი ბატონო, გავაგზავნოთ გაზეტა დელო სპორტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამოცემა არის და იტალიური. გაშვებული გოლის შემდეგ PSG კვარაცხელიაზე იყო დამოკიდებული, ხუჭა არის კაცი, რომელიც ყოველთვის ამართლებს ნეაპოლში მიღებულ მეტსახელს კვარადონას. ნუ იტალიელებმა ბუნებრივია ეს კვარადონა გაუხსენეს. ტაჩლაინი წერს რომ ფეხბურთის მაყურებელმა მას ადრე ერთსეზონიანიც კი შეარქვა და ისინი როგორ შეცდნენ ამაზე რა ვისაუბრებთო. და ბოლოს გეტყვით რომ ბარსელონა გამოეხმაურა ბარსელონური გამოცემა გამოეხმაურა და ხუჭა კვარაცხელია ბარსელონასთვის საუკეთესო ვარიანტია. თავიანთი კუმფეხი გამოყოს ვარიანტი გამოვიდა. ბარსელონას კუმფეხი გამოვიდა ზუსტად და არსენალ ექსტრა დაწერა რომ არ მაინტერესებს ხუჭა კვარაცხელიასთვის ძალიან ბევრი უნდა გადავიხადოთო. ხო, ნუ
არ ვიცი ხა რამდენად თანება შეძლებენ ამას ან რამდენად მოინდომებს თვითონ ყვარა ან როგორ შეიძლება PSG ამას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ თამამად გავიმეორო, რომ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი იყოს ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის ქართველი და ამაზე კამათიც აღარ ღირს. ძალიან მიხარია ეს ამბავი და წინ კიდევ ჩემპიონთა ლიგური მატჩია მინიმუმ ერთი მიუნხენის ბაიერნთან ალიანს არენაზე და დაველოდოთ. გილოცავთ კვარა ქართველი. აი ერთი კითხვა მაქვს და ძალიან მოკლედ თუ მიპასუხებ რა არის კვარას ნაკლი მაშინ ესე ვკითხავ. კვარას ნაკლი? ხო, აი თამაშს საფეხბურთო თვალსაზრისით რა არის მისი ნაკლოვანება, რაც შეიძლება მის კარიერას არ წაადგეს ასე რომ ვთქვა და მეც მეტყვი ჩემ ვერსიას უცებ მოკლედ და მე პრესაზე გადავიდეთ. არ ვიცი. მე ვიტყვი რომ აი მომენტებში ზედმეტად გუნდურად თამაშობს, აი შეუძლია რომ ცოტა იღოროს ბჭყალებში, აი კრიშტიანოც რაც აქვს თვისებები აკლიენტები ასე. ზუსტად ის კომპონენტია რომელიც გამოარჩევს. მე მგონი მაგრამ მეორე მხრივ ეთერს მიღმა უნდა გავაგრძელოთ. ამაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, მაგრამ მეორე მხრივ თუ კი გინდა ოქროს ბურთი, უნდა გქონდეს ისეთი სტატისტიკა, რომ ლაპარაკიც არავის არ მოუნდეს შენს საუკეთესო ეჭვის ქვეშ ვერავინ დაგაყენოს. სოფლიო ჩემპიონატის წელია და ეს ამან შეიძლება ეგ გახდეს. ქუჩა კვარცხელი ისახოს ოქროს ბურთს. დავამთავრებენ მეც გონია რომ საუბარს ესე მარტივად რა თქმა უნდა დასრულთ ამიტომ ეთერს გარეთ შეგვიძლია გავაგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. სამშაბათს და ხუთშაბათს სპორტის რუბრიკა არის ხოლმე ჩვენს ეთერში, რომ დაელოდოს ჩვენი მაყურებელი. შემდეგ სამშაბათამდე გველოდება სპორტის რუბრიკა.